დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე არ მისვლა ლელოს ლიდერებს შესაძლოა ფულადი ჯარიმა ან ერთწლიანი პატიმრობა დაუჯდეთ. მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში პროკურატურა გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით აწარმოებს. სავარაუდოდ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბადრი ჯაფარიძის საქმეზეც. ამ ყველაფერს კი საფუძვლად დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თია წულუკიანის მიმართვა უდევს. სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები სავარაუდოდ უკვე არის სახეზე. დანარჩენს პროკურატურაში აფასებს სამართლებრივად ჩვენი კომისიის შესაბამისი წარმომადგენლები ვიქნებით მიწვეული პროკურატურაში, გამოვცხადდებით, მივცემთ ჩვენებას. ლელოს ლიდერები საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გუშინ იყვნენ დაბარებული. საქმე ნავთობკომპანია მაგნატის უკანონო მითვისებას ეხება, თუმცა ხაზარაძე და ჯაფარიძე ბიზნეს რეკეტს კატეგორიულად უარყოფენ. მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო დაწყებულ გამოძიებაზე პროკურატურასთან არ ითანამშრომლებს და ყველა კითხვას პასუხს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გასცემს. პროკურატურიდან დამიკავშირდნენ. მოწმის სტატუსით მობრძანდიო. ძალიან საინტერესო არის მოწმე ვარ. საცირკო წარმოდგენაში რომ არ მივიღე მონაწილეობა? რა თქმა უნდა, დაკავება უნდა. მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე. კიდევ ერთხელ ვამბობ, გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინა მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოშიც კი გავარჩიო ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ. ხაზარაძე ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი გამოძიების დაწყებას ოპოზიცია პოლიტიკურ დევნად განიხილავს. თანაგუნდელები და სხვა ოპოზიციური პარტიები მათ სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ივანიშვილი ებრძვის მის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტს, რაც არის კოალიცია ძლიერი საქართველო და მისი ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი ცდილობს ისინი დააპატიმროს, დაიჭიროს და ეს რისკი უკვე რეალურია. როდის შეიძლება დადოს ამ საგამოძიებო კომისიამ რაიმე სახის შედეგი, მაშინ, როდესაც მხოლოდ ხედავთ ბიძინას ნაცებს, რომლებიც იბარებენ სააკაშვილის ნაცებს. ანუ მოხდება ის, რომ ნამდვილად აღსრულდება ამ საგამოძიებო კომისიის ნამდვილ მიზანს მივახწევთ, ანუ გამოიკვლევს რეალურად რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებებს. მართველი გუნდის თქმით, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია ხაზარაძემაც და ჯაფარიძემაც კარგად იციან. შესაბამისად, ლელოს ლიდერების კომისიისგან დამალვა ქართული ოცნების შეფასებით მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებაა. როგორც ჩანს, ეს მათი მხრიდან არის შეგნებული ქმედება, ერთის მხრივ არ გასცემენ კითხვის პასუხი, რომელიც აღჩენს საზოგადოებას მათ საქმიანობასთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ მოირგონ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური დევნილის მანტია, თითქოს და ვინმეს რაიმე ინტერესი კონდეს მათი ან ციხეში გაშვების. ერთ-ერთი ინტერესი რაც აქვს არის ის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიგოს სიმართლე იმაზე, რაც ხდებოდა 2000-2012 წლებში ჩვენს ქვეყანაში. გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს ჩადიხარ, როდესაც არ მიდიხარ კომისიაზე, მეორე ასევე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ესე იგი შენ არ გაქვს პასუხები იმ კითხვაზე, რაც იმ ხალხმა დასვა. გამოდის, რომ შენ აღიარებ ზუსტად იმ ბრალეულებებს, რაც არის შენს მიმართ. ბიზნეს წილების იძულებით დათმობის საქმეში ხაზარაძე ჯაფარიძის გვარები ნავთობკომპანია მაგნატის დამფუძნებელმა ჯემა ლეონიძემ ახსენა, რომელმაც საკუთარი ისტორია საგამოძიებო კომისიის ხდომაზე მოყვა.